რეალურად ხშირად ერევათ საქართველოში და დაწუნულება სხვაგანაც, რომ ის მესკალია თუ ტეკილა, რეალურად ორივე არის აგავის დისტილატი. მაგრამ სხვაობა არის ყოველთვის, რომ ერთი არის შემწვარი და გამომცხვარი, მეორე არის სუფთად მიღებული და იქიდან დისტილირებული რა. ერთში უბრალოდ ტეკილაში კაცად განსაზღვროს ატომღაც რომ მარტო ლურჯი აგავა უნდა იყოს და მესკალის შემთხვევაში ეგ შეზღუდვა არა, შეგვიძლია ნებისმიერი. და პირადად მე ძალიან გულმწყდება რომ საქართველოსიც დიდი არჩევანი ამისი არ აქვს. ორმეკა ყველაზე ცნობილი და მე არის და რამდენიმე არსებობს. რაღაცები დამილება. ბევრად დიდი მე რატომღაც იმაში ორმეკაა კაი, რატომღაც ეგრე. იმიტომ მარტო ეგ არის გასინჯული საქართველოში მაგაზინში. არა, რამოდენიმე არის, მაგრამ აი ორმეკა არის, აი ყველაზე ისეთი რომ აი კასპური დასალევი ისეთი. ხო, ვიყიდე-კიდევაც, აი ხა რა ვიცი. იძახიან რომ ყველაზე მაგარი ტეკილა არისო ავსტრიულიო რა. ავსტრიაში ხილს გამიგია ავსტრიაში აგავა როგორ უნდა გაიზარდოს. არა, მოაქვს და იქ აკეთებენო, რავი, როგორც გამიგია. ეხლა მგონი შეზღუდა მექსიკამ რაღაც ქვეყნებში. აი როგორც ეხლა ყველაზე მაგარი ჩაია ინგლისური, მოაქვს ცეილონში ესენი ამუშავებენ, ზუსტად ეგრე მოაქვს მასალა მექსიკიდან და აკეთებენ ავსტრიაში. და ნუ ზოგადად მე მგონია რომ თვითონ უკვე ეს ამერიკის კონტინენტი ორივე ერთად რო ავიღოთ. იმ ხალ დიდი ბაზარი არის რომ ერთია რომ ჩვენ კენ ვერ მოდის უკვე კარგი მესკალი და ტეკილა რა და მეორე არის რომ რაც მოდის აი საქართველოში ყველაზე კაი რა იყიდება. მე ორმეკა მგონია. ორმეკა და ჯირი ღირს უბრალოდ დონ ხულიო და პატრონი შემიძლია გამო. ორმეკა ღირს 0.7 ბოთლი 70 ლარი.